გამარჯობა მეგობრებო, მე ვარ დავითი, ძალიან ბევრი მიცნობ TikTok-იდან როგორც დეივიდება უცპორტი, ძალიან ბევრი მიცნობ შესაძლოა როგორც სპორტული ჟურნალისტი და ასე შემდეგ, ან უბრალოდ ადამიანი, რომელიც უზომოდ არის შეყვარებული სპორტზე და ფეხბურთზე და ქართულ ფეხბურთზე განსაკუთრებით და დღეს მე მინდა ვისაუბრო ქართულ საკლუბო ფეხბურთზე და რატომ ვართ ესეთ ჭაობში ძალიან ბევრ მწვავე კითხვას გავცეთ ასევე მწვავე პასუხები. ძალიან ბევრი ადამიანი რაც სამწუხაროდ და რატო ვერ ხვდები არიდებს ამ თემებზე საუბარს თავს, არადა რეალურად ჩემი აზრით პირადად არსებობს რაღაც გამოსავლები. უბრალოდ ამ ყველაფერზე საუბარია საჭირო, ამ ყველაფერზე აქცენტის გაკეთება სწორი საჭირო და მე სწორი რეაგირება უკვე. მოდი პირველ რიგში უშუალოდ დავიწყებ საუბარს უშუალოდ კლუბებიდან და რა პრობლემები არსებობს უმთავრესი პრობლემები პირადად ჩემი აზრით კლუბებში. არასწორად გადანაწილებული და დახარჯული ფინანსები არის ნომერ პირველი პრობლემა საკლუბო ფეხბურთში, უშუალოდ კლუბების მენეჯმენტში და მათ მუშაობაში და რატომ? ბოლო წლებში კოლოსალური თანხები იხარჯება ლეგიონერების ჩამოყვანაში საქართველოში. ძალიან დიდი თანხები, მილიონებზე არის საუბარი, სხვა კლუბების ფინანსებს რო ჩავხედოთ და ვნახოთ რა სატრანსფერო თანხები არის გადახდილი სხვა ფეხბურთელებში და რა რაოდენობის ფეხბურთელები არიან ჩამოსულები საქართველოში. და ამის პარალელურად რას მივახციეთ ამავე დახარჯული ფინანსებიდან გამომდინარე და ამავე ტრანსფერებიდან გამომდინარე. როგორც ხედავთ და ფაქტია, ჯერჯერობით ვერაფერს და არაფერს. თანაც ეს წლების განმავლობაში გრძელდებოდა, ხო? პირდად ჩემი აზრით, რაში არის გამოსავალი? ანუ ამ კონკრეტულ მიმართულებას რო მივყვეთ. ეს მილიონები, რომლებიც დაიხარჯა ძალიან დიდი რაოდენობით და ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ლეგიონერების ჩამოყვანაში, რატომ არ შეიძლება დახარჯონ კონკრეტულმა კლუბებმა, თუ კი ამის ფინანსები არსებობს, რა თქმა უნდა და ფაქტია რომ არსებობს. აკადემიების გაძლიერებაში, ოღონდ რა იგულისხმება აკადემიებში, მოდი ესეც კარგად გავმიჯნოთ. აკადემიებზე როცა მედის ხოლმე საუბარი, ძირითადად კლუბის ხელმძღვანელობა და მენეჯმენტი სულ ხას უსვევს ხოლმე, რომ იცით რა, ჩვენ ძალიან მაგარი ისა გვაქვს, ინფრასტრუქტურა გვაქვს ამ კუთხით, ანუ აკადემიები გავაკეთეთ, კარგი გასახდელები გვაქვს, კარგი საშხაპეები გვაქვს, კარგი მოედნის საფარები გვაქვს, კარგი განათება. ხო, სამწუხაროა, რომ არ არის მარტო კარგი განათება და მოედნის საფარი, აკადემია, მეგობრებო, ძალიან ცუდად გვესმის რაღაცები და ცუდი გადმოტანა ვისწავლეთ ქართველებმა, თუნდაც ევროპიდან ან სხვა განვითარებული ქვეყნებიდან. აკადემია ნიშნავს იმას, რომ გაქვს უსაზღვროდ განათლებული და გამართული მენეჯმენტი იმავე აკადემიაში. ძალიან მაგარი ტრენერები, ძალიან მაგარი უშუალოდ ინდივიდუალური პოზიციის მქონე მოთამაშეების მწვრთნელები, ეს არის მეკარეები, ეს არის ნახევარმცველები, შემტევები და ასე შემდეგ, ფსიქოლოგები და ასე შემდეგ. უამრავი წვრილმანი დეტალი და წვრილმანი პოზიციონირება არის საჭირო კონკრეტულად ამ აკადემიებში და არა მხოლოდ უბრალოდ ვიღაცა ჩემი მეზობელი ჯიგარი ტიპი კარგად ის ფეხბურთი და მოდი მოვიყვან და ეხლა აკადემიაში ბავშვებს მაინც რა გაწვრთნა უნდა, აი ეგ ფსიქოლოგია სანამ არ მოიშლება საქართველოში, იქამდე არაფერი აკადემიებს არ ეშველება. ძალიან მარტივად არის ჩემი აზრით შესაძლებელი სწორედ გადანაწილდეს ფინანსები და სწორედაც მოხმარდეს აკადემიას ოღონდ რა კუთხით. თუნდაც უცხოეთიდან ჩამოიყვანოთ ის მწვრთნელები, რომლებსაც კვალიფიკაცია აქვთ გავლილი უშუალოდ აკადემიებში მუშაობისთვის და ბავშვებთან მუშაობისთვის. იმიტომ რომ ბავშვებთან მუშაობა არ არის უბრალოდ ის, რომ იცი რა, მოდი, კაი ტიპია ეს და ბავშვებს მაინც მიხედავს რა პრობლემა. არ არის ესე. უამრავი სხვადასხვა მიდგომა, სხვადასხვა დეტალია, სხვადასხვა ფსიქოლოგია ჭირდება კონკრეტულ სხვადასხვა ბავშვს და ასე შემდეგ. ანუ ბავშვი არის აკადემიის აღზრდის პროცესში ყველაზე სენსიტიური ინდივიდი, რომელსაც ჭირდება რადიკალურად სხვანაირი მიდგომა ვიდრე დიდებთან მუშაობა. მოკლედ აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ აი ამ მიდგომით, აკადემიების გაძლიერებით, სწორი მენეჯმენტით და არა მხოლოდ ინფრასტრუქტურის აშენებით და კარგი ბალახებით და განათებებით შესაძლებელია რაღაცებს სხვანაირად ჩაეყაროს საფუძველი. ბავშვებს სხვანაირი მიდგომა ვაჩვენოთ, ასე ვთქვათ, საფეხბურთო აკადემიებში და სკოლებში და იმ ბავშვებისგან შემდეგ მე ველოდოთ ძალიან მაგარ პროდუქტს. მაგრამ აქ კიდე ერთი პრობლემა იჩენს თავს. სამწუხაროდ ისევ კლუბებს მივადგები და ხელმძღვანელობებს კლუბების თითქმის ყველა ქართულ კლუბს და მათ ხელმძღვანელებს ჭირდებათ და უნდათ ფინანსები ხვალვე, ზეგვე. აი ეხლავე რა, ანუ ამ წამსვე უნდათ რომ რაღაც ფინანსები და ფინანსური სარგებელი ნახო.
მაგრამ ის რეალობა, რასაც მე ვსაუბრობ, რომ აკადემიებში წამოვიდნენ პატარა ბავშვები, იქ მწვრთნელები ჩამოიყვანოთ, იქ სხვადასხვანაირად მიუდგეთ, სხვანაირად აღუზარდოთ, ეს ყველაფერი მოითხოვს დაახლოებით 5-6-7 წლიან პროცედურას, ასე ვთქვათ, რომ უკვე მეერე ამ 7 წლის თუ რაღაც რამდენიმე წლების შემდეგ ნახოთ, რომ ის პროდუქტი იმუშავებს და ძალიან დიდ ფინანსებს მოიტანს საბოლოოდ. მაგრამ დღევანდელ საკლუბო ფეხბურთში რა ხდება? არა, ყველას დღესვე უნდა, ყველას ხვალვე უნდა ეს ფინანსები, რაც უბრალოდ შედეგს ვერასდროს ვერ მოიტანს. ისევ აკადემიის თემებს რომ გავყვეთ. ერთ-ერთი ყველაზე მთავარი თემა რა არის ასევე იმ რამდენიმე ამუშავებულ აკადემიაში და ამუშავებულ სქემაში, რაც ქართულ ფეხბურთში გვაქვს საუბარი მაქვს იბერიაზე და საუბარი მაქვს დინამო თბილისის აკადემიაზე. ორივე აკადემია ძალიან მაღალ დონეზე მუშაობს მართლაც ამ ორი კლუბის უნდა ვაღიაროთ, მაგრამ პრობლემა არის უკვე შემდეგში. ძალიან მალე ამ აკადემიიდან ოდნავ წამოზრდილი ბავშვები, 19 ან 18 წლის ბავშვები ქრებიან ქართული ფეხბურთიდან. ანუ ძალიან მალე ხდება კლუბებისგან ამ ბავშვების გაყიდვა და იმ წამსვე ისევ იქ მივდივარ. იმ წამსვე ფულის შოვნის სუნს იგებენ თუ არა კლუბები, ჰოპ, ეგრევე უნდათ რომ იქვე გააკეთონ ფული და იქვე ყველაფერი დამთავრდეს და დასრულდეს. რაც კლუბისთვის არის კატასტროფულად დამაზიანებელი, იმიტომ რომ კლუბმა იწვალა ამ ბავშვის აღზრდაში, ხო? რაღაც რესურსი ჩაიდო, ეს იქნებოდა ადამიანური თუ ფინანსური თუ ასე შემდეგ. შეუძლია ამ ბავშვს, ან ბავშვებს, აკადემიიდან წამოსულ ბავშვებს შექმნან ძალიან სერიოზული ბაზა და ძალიან სერიოზული ბირთვი კლუბისთვის, რომელიც შემდეგ იქნება უკვე რამდენიმე წლიანი პროექტის გარანტია, წარმატების გარანტია, ასე ვთქვათ. მაგრამ არა, კლუბის ხელმძღვანელმა დაინახა თუ არა 18 წლის ბავშვი მაგარია, ვიღაცა ერთ 100.000 ხდის, დავაი გავუშვით. დღესვე უნდა იმას 100.000. რატო დაფიქრდი? დღესვე რო 100.000 არ დახამდე, შეკაი ადამიანო, გავა 5 წელი და მაგ ბავშვს მილიონებში გაყიდი. და თან ამ 5 წელში შენივე კლუბს გამოადგება, შენივე კლუბს გაზრდის და ასევე შენივე კლუბი გაზრდის მას. მაგრამ სამწუხარო რეალობა ეგეთია. ყველას უნდა ფინანსები დღესვე. ბირთვის შენარჩუნებას გავყვეთ, მოდი. რეალობა არის ესეთი. კიდევ ერთი სამწუხარო რეალობა. ქართულ კლუბებში დაახლოებით ყოველ 2 წელიწადში ფეხბურთელებს უწევთ ერთმანეთის თავიდან გაცნობა შეკრებების დროს და ვარჯიშების დროს. რატო? იმიტომ რომ ქართული კლუბები ვერ ინარჩუნებენ თითქმის ვერასდროს ძირითად ბირთვს. ეს არის დამანგრეველი და ეს არის კატასტროფა რეალურად. გადავხედოთ ნებისმიერ ევროპულ საშუალო ან საშუალოზე დაბალ კლუბს. თითქმის ყველა გუნდი ცდილობს, რომ ძირითადი 6-7 მოთამაშე მაინც მაქსიმალურად, ან უფრო მეტიც, შეინარჩუნონ დაახლოებით 4-5-6 წლის მანძილზე, რომ ძირითადი ბირთვი იყო შეთამაშებული სწორედ ერთმანეთს მოედანზე კარგად ხედავდნენ, კარგად უგებდნენ, ფსიქოლოგიურად, მეგობრულად დამოკიდებულებიდან გამომდინარე, იყვნენ ერთმანეთთან იმდენად შეკრული და მართლაც გუნდური, რომ შემდეგ სერიოზულ ეფექტს ახდენდეს მოწინააღმდეგე გუნდთან მიმართებაში და არ იყვნენ დაფანტულები და ერთმანეთისგან დაშორებულები, როგორც რეალურად დღევანდელ ქართულ ფეხბურთში ხდება, იმიტომ რომ ხედავთ მოედანზე თითქოს ფეხბურთელები ერთმანეთს ვერც კი ცნობენ. რატო? იმიტომ რომ გუშინ გაიცნეს ერთმანეთი მართლაც. მოდი აუცილებლად შევეხოთ კრისტალბეთ ეროვნულ ლიგასაც, რადგანაც ჩემი აზრით პირადად ყველაფერი თითოეული დეტალი არის ერთმანეთთან დაკავშირებული და ერთმანეთს ავსებს რაღაცნაირად და რაში მდგომარეობს ერთ-ერთი მთავარი პრობლემა კრისტალბეთ ეროვნული ლიგის? შეფუთვა მარკეტინგულად. იმდენად კატასტროფული შეფუთვა აქვს ამ ჩემპიონატს და იმდენად დაბალ დონეზეა ასე ვთქვათ, პროდუქტად წარმოჩენა ამ ჩემპიონატის, რომ მაყურებელს სწორედ მიაწოდოს, სწორი ინფორმაცია მიცე, რაღაცნაირად ასე ვთქვათ, რაღაც ხელჩასაჭიდი აჩვენო, რომ იცი რა, აქ რაღაც საინტერესო ხდება. მარკეტინგული კუთხით ძალიან თავისუფლად შეიძლება ამ ჩემპიონატის ორგანიზატორებმა მოიფიქრონ რაიმე თუნდაც გათამაშებები, თუნდაც რაღაც სიტყვაზე ერთ ბილეთს რო იყიდი 2 საჩუქრად, აი მაგას კლუბის მაისურები, რომ მოვა მაგალითად 100 ადამიანი თამაშზე, ხო? რაღაც გაათამაშე 2 ცალი კლუბის მაისური, ან ბურთი, ან რაღაც ნებისმიერი რაღაც გზით მოიზიდე. დღევანდელ რეალობაში არა მხოლოდ საქართველოში, მსოფლიოს მასშტაბით, რაც უნდა მდიდარი იყოს ადამიანი და ფული თავზე გადმოდიოდეს, ყველას უხარია რაღაც, მოდი ეს ჟარგონულად ვთქვათ, მუქთა. ანუ რაღაც ნაჩუქარი, რაღაც ისეთი, რაც
შეიძლება კი შენცაც იყიდი, მაგრამ ვაუ, ვიღაცამ პატივი იქცა, ვიღაცამ რაღაც გამოგიხატა, ეს კლუბის მაისური სამახსოვრო დარჩება, ან დროშა, ან ბურთი, ან ნებისმიერი სუვენირი, ან თუნდაც კომპანიები მოიყვანონ ლუდის ან რაღაც კონკრეტული გაზიანის ასმელების ან რაღაც ეგეთი ან პოპკორნის და სიტყვაზე რაღაც აქციები გააკეთონ, ხო? თუ იყიდი ერთ პოპკორნს, ორი კოკაკოლა საჩუქრად. ანუ უამრავი, ხა მე უბრალოდ წვრილმა დეტალებზე მაქვს საუბარი, თორე უამრავი ესეთი პატარ-პატარა რაღაცების მოფიქრება შეიძლება ერთად შეგიძლია მაყურებელი მოიზიდო და დააინტერესო. ასევე ამ რაღაც გათამაშებას და რაღაცებს თავი დავანებოდა საჭმელებს და სასმელებს ძალიან მარტივად შეიძლება ორი საფეხბურთო ჟურნალისტი, ანაც უბრალოდ ცნობილი ადამიანი მოიწვიო ყოველი თამაშის წინ. ჩართო ლაივი TikTok-ზე, Facebook-ზე, Instagram-ზე, ყველგან, სადაც კი ხელი მიგიწვდება და როგორც თუნდაც აი პრემიერ ლიგის თამაშები იწყება ხოლმე და ტიერი ანრი და ვიღაცები ზიან, ესე მიკროფონით ხელში საკაიფოთ შეგიძლია რომ რაღაც ასაუბრო საინტერესო კონკრეტულ ფეხბურთელებს, კონკრეტულ მოვლენაზე, ამ სტადიონზე, რაღაც ისტორიაზე, სულ რო 20 ადამიანმა ნახოს ეს ვიდეო და ეს ლაივი უკვე 20 დაინტერესებული ადამიანია. შემდეგ კვირას კიდე სხვა სტადიონზე გააკეთეს, სხვა ისტორიაზე ვაპარაკე, კიდევ 20 ადამიანია. მაგრამ თითქოს ყველაფერი ფეხებზე კიდია. ესეთი არის რეალობა. სტიუარდები, მომსახურე პერსონალი და ასე შემდეგ დაცვის თანამშრომლები მოვალეობის მოხდის მიზნით აბსოლუტურად არანაირი მარკეტინგული შეფუთვა არ იგრძნობა ჩვენ ჩემპიონატში, რომ ვიღაცას რაღაც ინტერესი აქვს პიარის. ინფლუენსერები მაინც მოიყვანეთ შეკავ ადამიანო და რაღაცა უბრალოდ ვიდეოები გადააღებინე ყოველ კვირას სხვადასხვა მოედნიდან. სულ რო 1000-მა კაცმა უყუროს იმ ინფლუენსერის ვიდეოს, შეიძლება უფრო მეტი უყურებს. იმ 1000-დან 10 ხომ მაინც დაინტერესდება და ვიფიქრებს, ვა, აქ რა საინტერესო რაღაც ხდება, მოდი ხვალ მივალ. მაგრამ არა, არ არსებობს უბრალოდ ამის ინტერესი, ეს არის მთავარი უბედურება. სოფლიოს მასშტაბით უამრავი გუნდი შეგვიძლია მოვიძიოთ და თქვენ თვითონაც ძალიან ბევრი გექნებათ ნანახი. საშუალოზე დაბალი დონის გუნდები, რომლებიც სულაც ვერ აღწევენ დიდ წარმატებას ვერც შიდა ჩემპიონატში, ვერც ევრო ასპარეზზე და ასე შემდეგ, მაგრამ მაინც ამ ჩემპიონატების ორგანიზატორები ცდილობენ მაქსიმალურად, რომ ეს ჩემპიონატი რაღაცას გაუდეს, რაღაც მუხტი იგრძნობოდეს, რაღაც რეკლამები გადიოდეს, ბანერებზე იყოს, სატელევიზიო რეკლამებში ხვდებოდეს, Facebook-ზე, სოციალურ ქსელებში და ასე შემდეგ. ამაზე მარტივი ხო არაფერი არ არის, მაგრამ უბრალოდ ვიღაცას უბრალოდ არ აინტერესებს ეს ყველაფერი. კიდევ ერთი თემა და შესაძლოა ახლა ძალიან ბევრი ამას სკეპტიკურად შეხვდეს და გამინაწყენდეს, მაგრამ მაინც უნდა შევეხო ამ თემას, გულშემატკივრის თემა. ისევ იმ ფრაზას მიუბრუნდები, რაც წეღან დავიწყე, როცა კრისტალბათ ეროვნულ ლიგაზე ვსაუბრობდი, ყველაფერი საბოლოო ჯამში ერთმანეთს ავსებს და ყველაფერი ჯაჭვური რეაქციასავით ერთმანეთზე გადამული. და რაზე მაქვს საუბარი? გუნდის წარმატებას მოყავს გულშემატკივარი ტრიბუნებზე. მოდი ამაზე ყველა შევთანხმდეთ, ხო და ძალიან დიდი ფაქტი და რეალობაა. მაგრამ ამავდროულად კარგად რომ დაფიქრდეთ. გულშემატკივრის ტრიბუნაზე მოსვლა და ზოგადად სტადიონზე სიარული თუ მასიურად არა რამდენიმე ათასეული მაინც, ასეული მაინც ზრდის мотиваციას ფეხბურთელებში და რაღაცნაირად მინიმუმ იმაზე მაინც აფიქრებს კონკრეტულ მოთამაშეებს თუ მთელ გუნდს არა რომ იცი რა ჩემთვის 100 ადამიანი მოვიდა აქ მე მეტად უნდა დავიხარჯო მე მეტი უნდა გავაკეთო მე ამდენი ადამიანი მაფასებს და ჩემს საყურებლად ფულს იხდის რაღაცით თუ გულშემატკივარმა აქ ერთი მხრიდან და იქიდან გუნდებმა და ფეხბურთელებმა მეორე მხრიდან არ შეავსო ეს ინტერესი იქნება წნეხი იქნება ერთმანეთზე თუ ასე შემდეგ ვერ გამოდის ერთმანეთთან ურთიერთთახვედრის გარეშე ეს ყველაფერი. საბოლოო ჯამში პირადად ჩემი აზრით და იმ სხვადასხვა ბევრი არგუმენტებით და ნასაუბრებიდან გამომდინარე, რაც მე ამ ვიდეოში ვისაუბრე, ძალიან თავისუფლად არის შესაძლებელი რაღაცეების შეცვლა, რაღაცეების სხვა პრიორიტეტებად დალაგება, ასე ვთქვათ, და რაღაცეების სწორედ გაკეთება, მაშინ როცა შესაძლებლობები არსებობს, მაშინ როცა ფინანსებიც არსებობს, მაშინ როცა სურვილი არსებობს, მაგრამ ბევრი რაღაცეები აჩენს ეჭვებს დღევანდელ რეალობაში. ლევან სალუქვაძის სიტყვებს მოვიშველიებ მაგალითად, რომ ბაყაყს ძალიან უყვარს ჭაობში ყოფნაო რა. თუ ჭაობს დაუშრობ და სუფთა წყალს ჩაუსხავ, ვერ გაძლევს უბრალოდ იქ და ან მოკვდება, ან სხვაგან წავა რაღაცას იზავს. ეს პარალელი ძალიან სწორად არის გავლებული ჩემი აზრით და ძალიან სწორი მაგალითია მოყვანილი, იმიტომ რომ რაღაცნაირად თითქოს ეგეთი შტაბეჭდილება გვექმნება, მე მგონი რომ ყველას, ვინც სიღრმისეულად უყურებთ ამ საკითხებს და მეც მათ შორის, რომ თითქოს შესაძლებელია რაღაცები უკეთესობისკენ შეიცვალოს, მაგრამ
ვიღაცებს უბრალოდ ეს არ აწყობთ, უბრალოდ ეს არ უნდათ, უბრალოდ არ ვიცი, იმ სწორ მენეჯმენტში და სწორ მიდგომებში იმდენი ფული არ იშოვება. არ მინდა რაღაცა შეთქმულების თეორიებს გაუყედა, ამ ყველაფრით გავთხოვარო ფეხბურთი, მაგრამ შეძლოა ჩემამდე გავთხოვარო უკვე ვიღაცამ და მე უბრალოდ ესე რაღაცნაირად სუფთად ფეხბურთის სიყვარულიდან გამომდინარე, ცოტა რაღაცნაირად მე ამიტურად უყურებდი ამ ყველაფერს, მაგრამ ფაქტი ისაა და რეალობა ისაა, რომ რაც მე ვისაუბრე, არ ვიცი, თუ უნდა ნებისმიერ საფეხბურთო კლუბის ხელმძღვანელს თუ იმე ექსპერტს და ვისაც უნდა შევხვდები და ესე პუნქტებად ჩამოუწერ, რაში შეუძლიათ იპოვონ გამოსავალი და მე პირობა შემელია მივცე, რომ აქედან შეიძლება გამოსავლის პოვნა, ოღონდ ხვალდაზე გარა. დაახლოებით 5, 6 და 7 წლის მერე ეს არის ხანგრძლივი პროექტი, რაშიც უნდა ჩადო შენი რესურსი და დაელოდო უბრალოდ. ფეხბურთი და სპორტი სხვანაირად არ მუშაობს.